ზუსტად არის ფანტასტიკური სასიყვარულო ისტორია. რა მოყავი მაშინ მომეწონა და წავიყვანე ტელევიზიაში რა მოხდა? რა მოხდა? გოგო თელგოყანად გააგებინე ყველაფერი და კიდე კითხულობ რა მოხდა? ვაიმე, ერთი წუთი ნუ მიმართავთ აქ რა სცენებს რა. ეს ისტორია იცის ყველა. და ვინც იცნობს ამ გოგოს იცის რომ სექს მუშაკი იყო და ვინც არ იცნობს ფეხებზე არ კიდიათ ვაფშე ეს ამბავი. აი გენაცვალე ლოგიკაში რა. ვაიმე, რასაც ჩემ ლოგიკას ვერ გავიგე. ამ გოგომ ხო არ დამალა ეს ყველაფერი ხო რა მოხდა? ეს გოგო რო არ მალავდა, ამის გამო მთელი ამბები გადაიტანა მისმა ოჯახმა და შენ ახლა ცეცხლზე დაასხი ნავთი. რა ცეცხლზე ნავთი ნუ გადამრიეთ ხალხო, ძალიან წავიყვანე. მივედი დაველაპარაკე და დამთანხმდა დიდი სიამოვნებით და. სიამოვნებით რომ დაგთანხმდა, ამიტომ მთელი საქართველოს უნდა გამოაჭერა გადაცემაში არა? აი გოგო ის ვერ ხვდება რასაკეთებს და შენც ვერ ხვდები კატო კაცო. რას ვერ ხვდები ხა არ იმჩნევს. ვაიმე, ერთი წუთი ნუ მიმართავთ აქ რა რაღაც საოცრებებს რა. ეგეც არ მყავდეს იქ. ერთი მომხედე აქეთ რა. შენ ვაფშე თავის მოჭრა რა არის? ვაიმე, ძალიან კარგად ვიცი რა არის თავის მოჭრა ზაზა რა. მეურვებს ნუ მიშლით ახლა რა. მაგან მისცა მაგალითი მთელს ხალხს, ათასობით ადამიანს რომ პატიოსთან და ნორმალურად შეიძლება ცხოვრება რა დაგემართათ, ვერ ხვდებით ხალხო? ეს ახლა ვიღაც იქაური დედამოწყნულის ნათქვამს იმეორა. ვაიმე, წესი რა დილაპარაკე შენ ჩემ თანამშრომლებზე რა. კატო შენ მართლა ვერ ხვდები რა გააკეთე? ვერ ხვდები. რას ვერ ხვდები გოგო, რაც მოხდა იმის მერე ამდენი ადამიანი მაგას გიხსნით. 20-მა კაცმა რაც იცოდა, შენ გააგებინე 200,000. ხო და რაც იცის 20-მა კაცმა მე გეუბნები, ისე რაც იცის 200,000-მა. მაგაში მართალი ხარ. რაში არის მართლა? შენ ნუ გადამრევ საერთოდ რა. დედამის იცი რა მოუვა ამის გამო. შენ ნუნუკას ამბავი არ იცი? გოგო, მაგალმა ხო იცის ყველაფერი. გოგო, რო იცის მე კიდევ მოკვდა ამის გამო და ხა ყველა მიცის და საერთოდ გაგიჟდები. ვაიმე, მე რა შუაში ვარ, მე ნუ გადამრიეთ საერთოდ რა ბავშვია, არ წამოსულიყო საერთოდ, ვა? რა გამიკეთეს, რა გააკეთეს? არის ეს რას მანან არ ეკავს ეტყობა არ უყურებია ტელევიზორის. ვაი. დავა